ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ეკო-კლუბი, ჩვენი გარემო, წარმოგიდგენთ პროექტ არაქნეში, აბრეშუმის ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის როლის დაცვას, ეროვნულ და ევროპულ დონეზე. პროექტი არაქნე არის ევროპის მასშტაბით მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელშიც გაერთიანებულია 7 ქვეყანა. იტალია, საბერძნეთი, სლოვენია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, საქართველო და 11 პარტნიორი ორგანიზაცია. პროექტის მიზანია ევროპული აბრეშუმის მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მეაბრეშუმეობის ხელშეწყობა. ჩვენი სკოლის პროექტის სახელწოდება ასეთია: არაქნე, ქართული აბრეშუმის ხელოვნება, ტრადიციიდან თანამედროვეობამდე. გუშინ გავამზადეთ ფოთლები, რომ ამ დილით ვაჭამოთ თუთის აბრეშუმ ხვევიას მურებს. სპეციალურად მათთვის არის გამზადებული კუთხე, რომ არ შეწუხდნენ. ახლა ვნახოთ როგორ გველოდებიან, მათ ჩვენგან ნამდვილად აქვთ ხელშეწყობა. მურები ყველა ზემოთ არის ამოსული და ელოდებიან საკვებს, ანუ გუშინდელ გამზადებულ თუთის ფოთლებს. სტელაჟები, რომელსაც მაგიდას უწოდებენ, ჩამოკიდებული გვაქვს თოკებით ჭერზე. მასზე ქაღალდის თეთრეული გვაქვს გადაფარებული. თეთრეულს ვუცვლით 3 დღეში ერთხელ, რადგან მათ მიერ გამოყოფილი დაშლის პროდუქტებმა არ შეაწუხოს მურები და სავალალო შედეგამდე არ მივიდეთ. ქაღალდი იწოვს დაშლის პროდუქტებს. იატაკიდან სტელაჟი დაცილებულია 1 მეტრის დაშორებით, რადგან თაგვი, ტარაკანი და ჭიანჭველა არ მივიდეს. ისინი მურების დაუძინებელი მტრები არიან. ეს საჭიები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესაბამისად არის დამზადებული, სადაც მოყავდათ ქართული აბრეშუმი, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი და გურია. ეს საქართველოა გამოსახული კუთხეების მიხედვით. ჩვენი სკოლა ჩართულია ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამებში. დაავიცვათ ქვეყნის სისუფთავე და შესაბამისად არაქნეს პროექტით ეკოლოგიურად სუფთა აბრეშუმის ძაბს მივიღებთ. ყველანაირად ვცდილობთ წარჩინებულად წარადგინოს სკოლამ ევროპის საერთაშორისო პროექტი, რომელსაც არაქნე ქვია და შესაბამისად ვემზადებით. ახლა დროა მოვამზადოთ და დავჭრათ ფოთლები, რომელსაც შემდეგ მურების საკვებად გამოვიყენებთ. საღამოსაც იგივე პროცესს ვიმეორებთ. ასე რომ ეტაპობრივად მივყვებით და ვექვემდებარებით მათ სასიცოცხლო ციკლს, რომ გავზარდოთ და მივიღოთ ქართული აბრეშუმი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ფოთლები უკვე მზად არის და ამ დაჭრილ ფოთლებს გადავანაწილებთ თანაბრად, თხელფენად, მურების სხეულზე. მურები ნელ-ნელა დაიწყებენ ჭამას და ზემოთ ამოსვლას.
არც ერთი არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ, რომ ნორმალურად იკვებოს ყველამ. ამ შედეგით ხარისხიან პარკს მივიღებთ. მეორე სართულის სტელაჟსაც იგივე პროცესს ვიმეორებთ. დღეს საკმაოდ მზიანი ამინდია, ამიტომ ვიყენებთ მუქ ფარდებს. სინათლე სჭირდებათ, მაგრამ მზის სხივები არ უნდა მოხვდეს მურების სხეულს. კანს გამოუშვებს და არ შეიძლება. ასევე თასით გვითგას წყალი. კი, მართალია, ბათუმი ნოტიო ქალაქია, მაგრამ ამათ თავისებური სინოტივე სჭირდებათ. ახლა არის საღამოს 7 საათი და ვნახოთ, როგორ გველოდებიან, რომ ვაჭამოთ ფოთლები.